თქვენი სასმელების ბარი ცარიელია და არ იცით როგორ შეავსოთ. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და თანამედროვე ალკოჰოლურ სასმელებს. ტეკილა კაპეზა ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასმელია მსოფლიოში, რომელიც ინდიელთა სასმელად მიიჩნეოდა. ევროპაში კი 1521 წელს გამოჩნდა. ტეკილას ეს სახეობა კი ვივანცოების ოჯახმა დაამზადა და მისმა მოხმარებამ მასშტაბური სახე მალევე მიიღო. ამარო დი აუგოსტორა, იტალიური ამარო ძალიან მდიდარი არომატით გამოირჩევა, რომელსაც თქვენ სასმელების ბარში აუცილებლად გამოუყოფდით ადგილს. ამარო სხვადასხვა ჯიშის მცენარისგან მზადდება, მათ შორის არტიშოკისა და რუბარბისაგან. Mr. Black ლიქიორის ეს სახეობა საოცრად დახვეწილი და ორიგინალური გემოთი გამოირჩევა. ის მზადდება ვისკზე ან ტეკილაზე. ალკოჰოლის ოდენობა სასმელში 50%-ს შეადგენს. ჰიბიკი ჰარმონი, თუ ვისკის მოყვარული ხართ, მაშინ ეს სასმელი თქვენს თაროზე აუცილებლად იქნება. ეს არის სასმელი, რომელიც საპატიო ადგილს იმსახურებს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და იაპონური ალაოს მარცვლებზე მზადდება. გივინიტი ეს ჯინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც წელიწადში დაახლოებით 130 მილიონი ბოთლი იყიდება. მისი ბოთლი ცხა განსხვავებული მცენარის შეფუთვით გამოდის, მაგალითად ნუშის, ბარდის, ჟოლოს, მანდარინისა და სხვა. ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ ამ ცხრა სახეობის მცენარეზე მზადდება ეს სასმელი და მათი არომატით არის გაჯერებული. ვერმუტი ძალიან ბევრი ადამიანი თანხმდება, რომ ეს იტალიური ღვინო მსოფლიოში გამორჩეულია და სადღესასწაულო სასმელადაც მიიჩნევა. იგი ტურინში საუკეთესო ყურძნის მარცვლეულისგან მზადდება. ვერმუთი რამდენიმე ადგილობრივ მცენარესაც შეიცავს, ესენია არტემისია, რომაული ჩეიმომილე, ყვითელი ჩინჩონას ქერქი, იტალიური ბრტყელკალა და წითელი სანდლის ხე. ვერმუთის გამოყენებით შესანიშნავი მარტინი და რუბინო მზადდება. ვოდკა. ალბათ ბევრისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ კი ამ სასმელს სიის ათეულში იხილავთ. არაყი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, რომელიც თავის კატეგორიაში შეიძლება ითქვას, რომ უკონკურენტოა. აუარ ლონდონ ვოდკა. ეს არის პიონერული და სრულიად ინოვაციური სპირტიანი სასმელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მრავალ სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს. სიდლიფ მათთვის, ვისაც სურს რომ გაერთოს და ამავე დროს არ მიიღოს დიდი დოზით ალკოჰოლი, ეს სასმელის საუკეთესო საშუალებაა. ეს არის ხის ბუნებრივი დისტილირების, სპეციალური წიწაკისა და ციტრუსის ნაზავი შაქრის გარეშე.
რომი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული სასმელია, რომელიც თავისი დიდებული ისტორიით ნებისმიერ სიზიდავს. დღესდღეობით მხოლოდ ბრიტანეთში რომის 300-ზე მეტი ვარიანტი არსებობს. და ბოლოს ეს ანანასის არომატიანი სასმელი რომის მე-19 საუკუნის შედევრია, რომელიც ალექსანდრ გაბრიელმა და დევიდ ვუდრიხმა შექმნეს.